მოგესალმებით ჩემო ძვირფესებო. ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთოთ საჯარო გაშლა თქვენ ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გრძნობა და მოქმედება უახლოეს პერიოდში. დრო მიუთითეთ თქვენ თვითონ ვიდეო აქტუალურია ნახვიდან, არა აქვს მნიშვნელობა როდის ნახავთ. მოშა ასე წარმოთქვით მისი სახელი და ვნახოთ რა ენერგიებშია, რას გრძნობს, რას ფიქრობს და რას მოიმოქმედებს. შეგახსენებთ რომ ეს არის საჯარო გაშლა და რასაკვირველია ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. ნახოთ, ვინ არის თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი? ვინ ხარ? თვითონ ამოვარდა სიშორე, მენტალური, ფიზიკური სიშორე, შესაძლებელია მანძილი გაშორებდეთ ქორწინებაში, დიდი ალბათობით ან ძალიან სტაბილურ ურთიერთობაში. ეხლა ვალდებულებების გასტუმრება მიღებას ელოდება, რაღაცა ფინანსური რესურსების მოგვარებას უახლოეს პერსპექტივაში, ეს არის ერთი კვირის საკითხი. შესაძლებელია აქ პირდაპირ მნიშვნელობით რაიმე სასამართლო პროცესებსაც გადიოდეს, ჩემო ძვირფესებო, ამიტომ აი ეს საკითხი რეალურად ძალიან სერიოზული და მოსაგვარებელია უახლოეს პერსპექტივაში. ენგრევა თავზე ემხობა ყველაფერი აბსოლუტურად შესაძლებელია ქორწინებაც ემხობა თავზე თუ ის ქორწინებაშია ჩემო ძვირფესებო, აქ ხდება გადანაწილება რესურსების, შესაძლებელია ქონების და ასე შემდეგ პირდაპირ მნიშვნელობით სასამართლო პროცესებს უკავშირდებოდეს. თუ არა და გადის ძალიან კარმულ, ვიტყოდი პერიოდს, ძალიან მტკივნეულს, ძალიან მძიმეს, სადღაც ალბათ ძალიან დიდი ბუმერანგიც აქვს დატრიალებული. კარგი. მოდი ვნახოთ ეხლა რას ფიქრობს თქვენზე. რას ფიქრობს თქვენზე? როგორი გარიყულია შეხედეთ გამომწყდეული, ძალიან რთულ პერიოდს გადის ჩემო ძვირფესებო, აღოთ მართლა. აგიხსნით, ნახეთ როგორ არის გამოკეტილი განმარტოვებული. რამდენი ადამიანი ძალდა ტრიალებდეს მის ირგვლივ, ფიქრობს რომ ის აბსოლუტურად მარტოა მთელ სამყაროში თუ დედამიწაზე, ესეთი შეგრძნება აქვს ყოველ შემთხვევაში. ჩაკეტილი ტიპია, არ არის ძალიან გახსნილი, ბოლომდე დამირწმუნეთ რომ არც თქვენ არ მიგიღებთ მის სულთან ახლოს და მის ცხოვრებაში არ ჩაგახედებთ, ესეთი ტიპაჟია. სხვათა შორის უყვარს მარტოობა, საკმაოდ ჭკვიანი და განათლებულია. და გეტყვით იმასაც, რომ რეალურად ძალიან რთულ პერიოდს გადის. ნახეთ, ყინულის ზედაპირზე დადის, აქ რომ ფეხი დაუწდეს, აქ არა ვერა შორის, იმიტომ რომ აბსოლუტურად მარტოა. ამიტომ ერიდება რაღაცა პრობლემატურ სცენარს, ერიდება სიტუაციებს, სადაც შეიძლება რეალურად აი ეს თავზე ჩამომხობილი სამყარო ფერფლად ექცეს, რაც მთელი ცხოვრება აწყო. კარგი, რასაც ფიქრობს თქვენზე ის არის, რომ აუცილებლად უნდა მოსვლა, იმიტომ რომ გულწრფელი ემოციები აქვს მას თქვენს მიმართ. ძალიან სექსუალური, ძალიან შემდგარი, შესაძლებელია თანამდებობის პირი ხართ, შესაძლებელია განათლებული, რაღაცა დახვეწილი, ცხოვრებაში შემდგარი, კარიერის თვალსაზრისით განვიხილავ ამ საკითხს. აი ესე ფიქრობს თქვენზე. უნდა რომ მოვიდეს, უნდა რომ რაღაცა შემოგთავაზოთ. კიდევ რას ფიქრობს? უყვარ ხართ. აქ გრძნობებს აღარც ამოვიღებ, აქ შეყვარებულები ამოდის. ფიქრობს იმას, რომ ძალიან უყვარ ხართ. თქვენ ხართ ძალიან დიდი განძი და საჩუქარი სამყაროსგან. რაღაცა ძალიან კარგი გაშლაა, მე მგონი. კარგი, გრძნობები მაინც ვიკითხოთ. რას გრძნობ? ჩემი მაყურებლის მიმართ რას გრძნობ? რას გრძნობ? იცის რომ გული გატკინათ. იცის რომ მის გამო მოხდა სცენარის დაპაუზება. ხდება რომ თვითონ ჩამოკიდა სიტუაცია ფეხებით ქვევით, ან არ ვითარდება. ხანგრძლივ პაუზაშია, დეპრესიული ფონია ურთიერთობაში თქვენთან დაკავშირებით ვიძახი. რეალურად იცის რომ ძალიან გული გატკინათ და ამას განიცდის, ეს ძალიან მძიმე ტვირთად იქცა, თუმცა გეუბნებათ იმას რომ აქ გამოსავალი ამ წუთას სხვა არ არსებობს. ემოციებში აქვს ის რომ ძალიან ღირებული ადამიანი ხართ. ძალიან. კარგი. თვითონ მომივარდა სამკუთხედი შეიძლება განვიხილოთ. რას მოიმოქმედებს უახლოეს პერიოდში? 4 დღე, 4 რიცხვი, 4 საათი. 4 კვირა. ვისთან როგორ რეზონირდება? აუდიტორია დიდია. აუცილებლად მოდის რაღაცა ახალი შემოთავაზებით. ემოციური, ძალიან გულწრფელი, უნდა რომ ამ ურთიერთობაში კიდევ ერთი შანსი მისცეთ აუცილებლად. საკმაოდ გულწრფელია სიმართლე გითხრათ. კიდევ რას აპირებ? მოდის ტყუილებით მართალია და манипуляციებით, იმიტომ რომ თქვენ მისთვის საოცარი ქალი ხართ. აი ეს манипуляციები და ტყუილები ჭირდება იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა კიდევ ერთხელ აღდგეს. კარგი, რო აღდგეს, როგორ წაიყვანს მერე სიტუაციას და ურთიერთობას?
ეს როგორც ჩანს დაფარული ურთიერთობებია ჩემო ძვირფასებო, ეხლა არის ურთიერთობაში შეზღუდვები, რაღაცა კედელიც არის აშენებული თქვენ შორის, აუცილებლად მენტალური კედელი, რომელიც გადალახვაც ძალიან უჭირს ჯერჯერობით. შესაძლებელია საზღვრებიც გაშორებდეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, აუდიტორია დიდი და მრავალი რამ შეიძლება რეზონირდებოდეს, ეხლა აქ არჩევანიც აქვს. შესაძლებელია ორ პარტნიორს შორის არჩევანი, იმიტომ რომ ორი ათასები არ ნიშნავს მხოლოდ სიყვარულის და ემოციის გაღრმავებას, არამედ არჩევანსაც. ვერ გააკეთა სწორი არჩევანი, როგორც ჩანს, იმიტომ რომ აქ არის მიჯაჭვულობები თქვენს მიმართ ძალიან სექსუალური, ძალიან ვნებიანი, ფარული ურთიერთობები, ტოქსიკური ურთიერთობაც შეიძლება ეს განვიხილო, იმიტომ რომ ეშმაკის ენერგია რეალურად არ ნიშნავს მაინც და მაინც იდეალურ ურთიერთობას, მტკივნეული ურთიერთობა. ნახეთ, სტაბილურ პარტნიორსა და საყვარელ ქალს შორის არჩევანის გაკეთება ძალიან უჭირს. გააკეთებს ამ არჩევანს. ბევრ მათგანზე ნამუშევარია ჩემო ძვირფასებო, მაგიური ზეგავლენებია. ამიტომაც აღმოჩნდით წინააღმდეგობაში და ბრძოლებში ურთიერთობაში. კარგი. აღდგება ეს ურთიერთობა, სადაც ეს სცენარი ტრიალებს. ჯერ თვითონ უნდა გამოვიდეს ამ სიბნელიდან. ამ უარყოფითი ენერგიებიდან. გამოვა, აუცილებლად და იმოქმედებს. უფრო მარტის თვე მგონია მეგობრებო, იმიტომ რომ საორი სამიანი ერთად დაჯდა და მესამე თვე არის მარტი. იმპერატორია საკმაოდ რთული ხასიათობის მატარებელია ეს ადამიანი, თავის წესები და კანონები აქვს. თუ მას დაემორჩილებით, მაშინ წაიყვანს სცენარს ისე როგორც მას უნდა. სხვა შემთხვევაში თქვენგან წინააღმდეგობას არ მიიღებს. თუ ეს პარტნიორი გიღირთ იმისთვის, რომ მისი სცენარით ითამაშოთ ამ სიტუაციაში, მაშინ კი ბატონო. მაშინ უდაოდ აღდგება ურთიერთობა. საკმაოდ ბედნიერების არკანი ამოდის, საკმაოდ დადებითი ემოციები მოდის ამ ურთიერთობაში, თქვენს ურთიერთობას გულისხმობ აღდგენის ძალიან დიდი ალბათობა, თუმცა ერთი რომ გაითვალისწინეთ, რომ ეს ურთიერთობა არის ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე. უბრალოდ ბედნიერებისთვის, უბრალოდ ჰარმონიის მოსატანად, უბრალოდ იმისთვის, რომ მას სჭირდებით როგორც ქალი ენერგიის თვალსაზრისით, სიყვარულის, სექსის და ბედნიერებისთვის. ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ აკიდოთ პასუხისმგებლობა, მაშინ ის მზად არის დაიხარჯოს ამ ურთიერთობაში. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩემი არხი და დალაიქოთ, ეს აუცილებელია ენერგობალანსისთვის. დროებით.